გუშინ ჩავწერეთ ვიდეო ჩვენ ვაშლის ძმარზე, რომელიც მჟავიანობას წევს, ხო? ვისაც წყლული და გასტრიტი აქვს, ვაშლის ძმარი მათთვის ესე ვთქვათ, ткент რა, მტკივნეულია. ხო, არასწორად იყენებენ, მაგრამ მაგ დროსაც ძალიან იშვიათია. როგორც წესი, მაშინ უღიზია და ოცხარია თქვა, დინია წყალს ვავენ და ძმიან წყალს ვა ესე არა. ხო. უნდა გამოიყენო კვების დროს და საჭმელთან ერთად. აი მე როგორ ვეუბნები, ხო, რომ დილას თუ ლივნიან ჩაის ვავთ, უნდა ყოველ რუკმა საჭმელზე ერთი ყლუპი ჩაი მიაყოლოთ. იგივე ხო, თუ შუა დღეზეა და თქვა ვაშლის ძმარი უნდა გამოიყენონ, წყლის წყალში კი არ მაგასან კი არ უნდა. მოსნეულს და თქვა დაიწყო პატარა თქვა ჩაის ковზის მესამედი და მე ნელა დღე უმატო. და მოსნეულს ძმრია შეჭამენ. ნუ აი წარმოუდგენლად აი იშვიათად შეიძლება რომ რაღაცა იგრძნო. ანუ წყალში გახსნილია. არასდროს რასაკეთებენ, იღებენ წყალში ხსნიან და სვავენ და ეს. უზმოზეთ. ეგრე მე რო დავლიო შეიძლება მეც მატკინო და მეც დისკომფორტი გავიწვიოს. გუშინ კიდე ახსენეთ ერთ-ერთი ბადი აიჰერბიდან, რომელიც მჟავიანობას აგიწევთო. ბეტაინ ჰიდროხლორი, ბეტაინ ჰაშქლორი ეს. ეგ კუჭის წყლულის ან გასტრიტის დროს არივით ატკენ? თუ არის, ეხლა იქ არის ბევრი ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ მჟავიანობა ძალიან დაქვეითებულია. თუ სფინქტერები, როგორც საყლაპავის ხარი, 12 გუჩას ხარი ღია და პირდაპირ თქვა მივცეთ ბეტაინჰოლოს სანამ იმას აქვს სფინქტერი დაიკეტება და თუ წყლული არის 12 გუჩაში, შეიძლება თეორიულად გააღიზიათ წყლული გააღიზიანოს. მაგრამ იმისთვის რომ წყლული დაიხუროს მჟავიანობა უნდა მოვაცილოთ 12 გუჩას. მჟავიანობას ვერ მოვაცილებ თუ სფინქტერები არ დავკეტეთ. ანუ მან კი არ იწევია. ამიტომ აქ ხილად მიდგომა უნდა და ესე ტესტირების დონეზე თქვა თვითონ პაციენტი იწყებს თქვა როგორი ვერსია უფრო მისთვის სასარგებლო და სასიამოვნო იქნება რა. შეიძლება რომ დაუშვათ ვაშლის ძმარი ბოსნაუთან გამოიყენოს თქვა ბევრი ხორცი, ცილა მიიღოს იმისთვის რომ ეს მჟავა ცილამში თან თქოს და თქვა არ დააზიანოს წყლამდე არ მივიდეს. ამ დროს შეიძლება სფინქტერები დაიკეტოს. სფინქტერები თუ დაიკეტა და მუდმივ რეჟიმში კუჭის მჟავა არ აღიზიანებს წყლს, წყლი ისედაც დაიწყებს დახურვას. ისედაც შეხორცდება. ხო, მისეს 12 გუჩას წყლი არის რა, რომ სფინქტერი სუღია და მუდმივ რეჟიმში მშიერი ადამიანის აჭამის მუდმივ რეჟიმში მჟავა გადადის 12 გუჩაზე და აღიზიანებს მის ლორწოვანს. საერთო ჯამში, აი კუჭში იმდენად მაღალია მჟავიანობა, კუჭი თავსაც სპეციალური ნივთიერებით იცავს, რომელსაც კუჭი არსებული ჯირკვლები გამოყოფს. რომ ზედაპირს ესე იგი სუერთავად ფარავს, რომ თვითონ ეს თუ არ დაიფარა კუჭის მჟავა იმდენად მაღალია, რომ თვითონ კუჭას დააზიანებს. ამიტომ 12 გუჩაში რომ გადადის ნორმაში, ოსა სფინქტერები დაკეტილი 4 საათი დამუშავდა ცილა და გადავიდა, იქ რეცეპტორები რომ აღიქვამენ, რომ გადმოვიდა მჟავა, იმ წუთში იწყებს ნაღლის ბუშტი, შეყუმშავს და ნაღლისვენს გადმოღვის 12 გუჩაში და გაანეიტრალებს იმ მჟავას. როცა მუდმივ რეჟიმში ღია სფინქტერი და სულ ცოტა დენა იქ მჟავის, იქ ნაღლის ბუშტი ვერ ხდება ამას. რეცეპტორები ვერ აღიქვამს, ამიტომ განეიტრალების პროცესი არ არის და ამიტომ სუღიზიანდება ის. ანუ წყალში არ გავხსნათ და ძმარი ისე არ მივიღოთ, კურსი არ აქვს. არ აქვს. იმდენად ამუშავებს კუჭს, რომ უკვე სფინქტერები დაიკეტება, კუჭმარები მოგეხსნება, შებერილო მეტეორიზმი მოგეხსნება, ისე რომ კუჭი აგიმუშავდა და იქ შეგიძლიათ უკვე ესენი მოხსნათ, ან ნელ-ნელა დააკლოთ, რომ კუჭმა იმუშაოს. თუმცა ასაკთან ერთად ფიზიოლოგიურადაც კუჭის წვენის რაოდენობა და pH-ი მაინც იკლებს. ასაკში მაინც ასურველია რომ თქვა ვაშლის ძმარი შეიძლება გამოიყენო. იგივე ბეტაინჰიდროხლორიდი მე საშუალია და თუ მომიწია ბევრი ცილის ჭამა შეიძლება მეს ვირაში ერთხელ მივაყოლო. რამდენი უნდა დალიოს ეს ბეტაინჰიდროხლორიდი? ბეტაინჰიდროხლორიდი ინდივიდუალური არის, ანუ თვითონ და შეარჩიოს მოხმარებელმა. საერთოდ მე თავაზობ ხოლმე ორი კაფსული დაიწყო, რომ იწყებენ კვებას, პირველ ერთ ორ ლუკმაზე ვიაყოლებენ ერთად ორ კაფსულას და ერთი კვირა 10 დღე ასე ორ კაფსულაზე არის. თუ დაუშვათ შებერილობა მეტეორიზმი არ მოიხსნა, გადადიან მესამე კაფსულაზე, 4-ზე. და თუ დაუშვათ რომელიღაც კაფსულაზე, აი ამ კაფსულების მიღების მომენტში ცოტა შეუთბათ კუჭის არე, ნიშნავს რომ ჯორო კაფსულა არის და ზედმეტი. ერთ კაფსულას მოაკლებენ და ის არის მათი დოზა. რა საინტერესო. ხო, ეგეთი სიმპტომა ეგრე ორგანიზმში ეგრე თვითონ ხდება, როცა ზედმეტია, ოდნავში აი კუჭის არეში შეთბობის შეგრძნება ექნება. ეხლა კითხავ მაშინ რადგან მივედით იმაზე, აი წყლულის და გასტრიტის დროს რა ქნას ადამიანმა იცი ამდენს რატო გეკითხებით რიგია თქვენთან და მინდა დავეხმარო. გავიგე, მაგრამ ნუ ყველაზე კაი ვარიანტი კიდევ ერთხელ. სისელიდან ბალანსი აიღოთ, დაუშვათ კარგი იქნება HP-ი, იმიტომ რომ HP-ი შედის ბეტაინჰიდროხლორიდი.
აჰა. და სადაზე შეუძლიათ ორი კაფსულა გამოიყენო და გასტრო კომფორტი აიღებიდან. თუმცა, როდესაც წყვილის დახურვაზე გასაკეთების ალგებაზე მეტი საუბარი, ყველა ვარჯი D ვიტამინიც გვინდა. D ვიტამინი თუ არ ავწიეთ დოზა, შეხორცების პროცესი სწრაფად არ ხდება. D3 ავტოიმუნური დაავადებების დროსაც D ვიტამინი პირობითად მოქმედებს როგორც ჰორმონი და ანთებით პროცესებს ხსნის. ამიტომ სადაც კი ანთებით პროცესი ყველგან D ვიტამინი გვინდა დიდი რაოდენობით. D ვიტამინი მონაწილეობს თითქმის 2500 პროცესში, მათ შორის გენების დუბლიცირებაში და ქვეყანა რაღაცებში, იმდენ რაღაცაში მონაწილეობს და სულ იკვრის ხოლმე ექიმმა დამენიშნა თვეში ერთხელ რაღაც დიდი დოზა. ეს ნიშნავს, რომ დიდი დოზიდან ნაწილი ორგანიზმი ეგრევე მოიცილდა, იმიტომ რომ 50000 თუ ერთჯერად 100000 მისცემს ორგანიზმი ვერ იყენებს ამდენი დოზას და იცილებს შარდით გამოდის გარეთ. და მე დანარჩენი დღეები რა, D ვიტამინი მჭირდება ყოველ დღე. ან მზეზე ყოფნა. ნუ მზეზე ციმთან ხოლესტერინთან ერთად, ანუ ხოლესტერინის აჩვენებლები იყოს ნორმაში. თუ სტატინებს ვარ დიდი დოზები და გონიათ რომ მზეზე გახვალ და D ვიტამინს მიღებ და აცდებ. უი, სტატინებს ვისაც ვიცავს ის მსისგან ვერ იღებს. ვის სტატინებს ვარ? D ვიტამინიცაც ვერ იღებს. და ჰორმონები არაადეკვატურად გამუშავდა, არა ენდოკრინული ჯგუფები ვერ მუშაობს. ჩვენი ჰორმონები თითქმის ყველა არის ხოლესტერინისგან დამზადებული. ხოლესტერინი რო არ მიიღოთ, საერთოდ არ ჭამოთ რამდენიმე დღე. შიმშილოდ ორგანიზმი ხოლესტერინის თითქმის 80% თვითონ ქმნის მაინც. ხო, ეგ არა ერთ ვიდეოში ვთქვით. ასე რომ მადლობა. არა